ქართულმა ოცნებამ განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა, განმარტებებს აკეთებს განათლების მინისტრი. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ ექნებათ. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 103 მილიონი დოლარი შეიძინა, შედეგად სავალუტო რეზერვები 5.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 11 თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1121 არალეგალი მიგრანტი გააძევა. მომავალ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმით სულ მცირე 3500 არალეგალის გაძევება უნდა მოხდეს. ასლარიანი ჯარიმა და 5 ქულა დღეიდან 3 თვის განმავლობაში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულოა. მოგესალმებით, ეს საქმის კურსია. დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობ. კორუფციასთან და კარტელულ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება მოგვიწია, რაც გარკვეულწილად თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე აისახა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რითაც ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის 6%-მდე შემცირებას გამოეხმაურა, თუმცა თქვა, რომ წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზრდის პროგნოზს 7.2%-ს გადააჭარბებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა გააჩინა. ეროვნული ბანკის მიერ მონაცემების ოფიციალურად გამოცხადებამდე ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, რომ ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში ბაზრიდან 103 მილიონი დოლარი შეიძინა. შედეგად სავალუტო რეზერვები 5.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ მადლობა სების პრეზიდენტს ნათია თურნავას გადაუხადა. ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ კორუფციასთან და კარტელულ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია. ეს ფაქტი გარკვეულწილად აისახა თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა რაც ძვალს დააბრძვა კორუფციის აღმოფხვისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე, მომავალ წელს ეკონომიკას ერთგვარად დაემატება. ენერგეტიკის რკინიგზის ინფრასტრუქტურის სხვა სფეროებში არაჯანსაღი პრაქტიკების აღმოფხვრა ხელშეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და გადაწყვეტილებას, რომ მომავალ წელს ეს ზრდის ტემპს პირდაპირ დაეწყობა. ყველა ინფრასტრუქტურის პროექტი, ზოგადად ყველა პროექტი განხორციელდება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მილიარდ 103 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც არის ისტორიული რეკორდი. მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 მილიარდ 808 მილიონი დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. თუ იურიდიული ფაკულტეტი დარჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, თბილისში პირველ კურსელების მიღება აღარ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში, ილიაუსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში. ქართული ოცნება განათლების რეფორმას იწყებს, რომლის კონცეფციას დღეს მთავრობის ხდომაზე დაამტკიცეს. განათლების მინისტრი არსებულ სტუდენტებს პირდება, რომ სწავლას იმ უნივერსიტეტებში დაასრულებენ, სადაც დღეს სწავლობენ, თუმცა ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის კონცეფციის თანახმად უმაღლეს სასწავლებლებს ჩამორთმეულ ფაკულტეტებზე ახალი სტუდენტების მიღება აღარ შეეძლება. დაანონსებულ რეფორმაში შესული ცვლილებებით მომავალი წლიდან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროცესი 3+1 მოდელის ნაცვლად 3+1 და +1 სისტემით წარიმართება. ფაკულტეტებზე კი ადგილების რაოდენობა ბაზრის კვლევების მიხედვით განისაზღვრება. რაც მოიცავს რეფორმა და რაც ცვლილებები ამოქმედდება მომავალი წლიდან. უფრო მეტ დეტალს ეკა გაზდელიანი გვეტყვის, რომელიც დღეიდან საქმის კურსის გუნდს შემოუერთდა. წარმატებები ეკა და გისმით. მოგესალმები ანუკა და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ოცნების განათლების მინისტრმა დღეს მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა ცვლილებები შეეხება მომავალი წლიდან უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებებს. თავდაპირველ დოკუმენტში მთავრობამ ცვლილებები შეიტანა და ნაცვლად აქამდე ინიცირებული 3+1 სისტემისა, რაც 3 წლიან საბაკალავრო და 1 წლიან სამაგისტრო სწავლებას გულისხმობდა, მთავრობა 3+1 მოდელი შემოაქვს, ეს კი მათი განმარტებით იმ პირებისთვისაა, ვისაც სურს მესამე საფეხურზე, ანუ დოქტორანტურაზე განაგრძოს სწავლა, რისთვისაც საჭიროა 120 კრედიტის შეგროვება, რაც 1 წლიანი სასწავლო პროცესით შეუძლებელია, ამიტომ სტანდარტული მაგისტრატურა იქნება 1 წლიანი, ხოლო მათთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ შემდგომში სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაზე, კიდევ 1 წლიანი საფეხური დაემატება.
რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს, განათლების მინისტრმა დღეს განმარტა, რომ თუკი მაგალითად იურიდიული დარჩება თბილისში და თესეულში, ამ ფაკულტეტზე თბილისში არსებული სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები აღარ მიიღებენ სტუდენტებს, შესაბამისად ეს პროცესი წარიმართება უკვე იმ ტრადიციული სქემის მიხედვით, რომელიც აქამდე წარსულში არსებობდა. როგორც წესი ტრადიციული მიმართულების ფაკულტეტები იქნება შესაბამის უნივერსიტეტებში ეს ერთი და ასევე ვთქვით რომ რეგიონულ უნივერსიტეტებზე გვექნება შედარებით ვიწრო პროფილური მიდგომა, რაც გულისხმობს ძირითადად პედაგოგიური, აგრარული, სავარაუდო ტურისტული მიმართულებების განვითარებას, თუმცა შეიძლება აი ამ მოლაპარაკებების შედეგად მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლოთ, ამიტომ ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება და წინსწრებით არაფერზე არ ვისაუბრებთ სანამ ეს პროცესი 19-ვე უნივერსიტეტთან გავლილი არ იქნება და დეტალური ინფორმაცია არ გვექნება. რაც შეეხება ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპს, ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტის მაგალითი. ამ შემთხვევაში თუ იურიდიული ფაკულტეტი დარჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თბილისში, ის პირველ კურსელების მიღება აღარ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილია-უნიში, რომლებსაც ასევე აქვთ იურიდიული ფაკულტეტები, მაგრამ ის სტუდენტები, რომლებიც დღეს ამ სამ უნივერსიტეტში სწავლობენ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბოლომდე ისწავლონ ამ ფაკულტეტზე და მიიღონ ამ კონკრეტული უნივერსიტეტების დიპლომები. შესაბამისად, არავინ ფაკულტეტს არ აუქმებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება შემდეგნაირად წარმოუდგენია განათლების სამინისტროს. ორი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იგეგმება, ერთი რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება ერთი საუნივერსიტეტო ქალაქი და მეორე ქუთაისში ძველი პარლამენტის მიმდებარედ ეგრეთ წოდებული ქუთაისის ჰაბი. ამ ჰაბისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და სხვა მიმართულებებზე დეტალური სამოქმედო გეგმა გაიწერება და რომელ ეტაპზე თუ რა საბიუჯეტო ასიგნებები წარიმართება ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ჯერჯერობით განათლების მინისტრმა არ დაუკონკრეტებია, თუმცა საუბარია იმაზე, რომ 2026-2022 წლების განმავლობაში მოხდება ამ პროექტების განხორციელება. რაც შეეხება უკვე უნივერსიტეტების შენობების გაყიდვას, ჯერჯერობით განათლების მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რომელი შენობის გაყიდვა დაგეგმილი. არანაირი კონკრეტული რაიმე ნაბიჯი არ გადადგმულა და არაფერ ესე ვთქვათ ეს საკითხიც დამატებით შესწავლას საჭიროებს. თუმცა ჩვენ სწორედ იმისთვის ვაშენებთ თანამედროვე კომპლექსს რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ ძირითადი უნივერსიტეტები და მათი ინფრასტრუქტურა მთლიანად გადავიდეს იქ და აქ იგულისხმება ფაკულტეტების გადასვლა, პროფესორ-მასწავლებლებისთვის სამუშაო ოთახების არსებობა, რაც დღეს თითქმის არ არსებობს. ასევე იგულისხმება მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საცხოვრებელი კომპლექსების არსებობა, რეკრეაციული სივრცეების არსებობა და ყველა იმ სივრცის არსებობა, რაც სტუდენტური ცხოვრებისთვის და სწავლების პროცესისთვის უმაღლეს განათლების კონტექსტში არის მნიშვნელოვანი და არსებითი. ამიტომ დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გვინდა გადავიყვანოთ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და ისინი უფრო მიმზიდველი, უფრო ძლიერი გავხადოთ იმისთვის, რომ არა მარტო ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურულად განვითარდეს, არამედ სასწავლო პროცესისთვის არსებობდეს ის გარემო, რაც ხარისხისთვის არის უმნიშვნელოვანესი. გეტყვით, რომ დღეს 64 მოქმედი სასწავლებელიდან 19 არის სახელმწიფო და სწორედ მათ შეეხება რეფორმები. ოცნების განათლების მინისტრი ამბობს, რომ 19-ვე სასწავლებლის ხელმძღვანელთან განიხილა ეს რეფორმა, რომელზეც სრული მხარდაჭერა მიიღო. ასევე ეს რეფორმები განიხილა მან კერძო სექტორის წარმომადგენლებთან განათლების მინისტრის თქმით და კერძო სექტორმაც მზადყოფნა გამოთქვა, როგორც ის ამბობს, ჩაერთოს კვლევებში, რადგან მისივე თქმით და მისივე შეფასებით ზოგიერთი მიმართულებით კადრების სიჭარბეა ბაზარზე, ზოგიერთ საკითხში კი ზოგიერთი მიმართულებით დეფიციტი, რაც აღმოფხრის ამ შედეგების გაცნობა, აღმოფხრის ამ უთანასწორობას, ბიზნესს უცხოეთიდან უწევს, როგორც ის ამბობს, საჭირო კადრების ჩამოყვანა, რაც უძვირებს მათ ოპერირებას, აძვირებს საბოლოო პროდუქტს, ამიტომ კვლევა განსაზღვრავს რა ფაკულტეტზე რამდენი სტუდენტის მიღება იქნება საჭირო და სწორედ ამის მიხედვით წარიმართება შემდგომი სასწავლო პროცესი, ასეთია განათლების მინისტრის შეფასება. ბაზარზე ეს იქნება საჯარო სამსახური თუ კერძო სექტორი, არის მაღალპროფესიონალი კადრების მოთხოვნა.
სამწუხაროდ ის სასწავლო მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს იმ ხარისხობრივ მაჩვენებელს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ სრული განათლების და სრული შესაძლებლობის პროფესიონალების გამოშვება მოხდეს. ამავდროულად მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისობა და თანხwebdriver ბაზრის მოთხოვნასთან. ეს არის ეკონომიკურად ძალიან გამართული პროექტი და მინდა გითხრათ, რომ ბიზნეს სექტორს აქვს უდიდესი ინტერესი მათ განაცხადეს სრული მზაობა ჩართულობაში და ერთ-ერთი პირველი, რაშიც მათი ჩართულობა არის, ეს არის ის კვლევითი საქმიანობა, რომელსაც განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ბიზნეს სექტორი ამ პროცესებში ჩართული არის იმისთვის, რომ ამ მუდმივი კვლევების საფუძველზე ჩვენ პულსზე ხელი გვეჭიროს და ვიცოდეთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში რა პროფესიები, რა რაოდენობის ადამიანები, რა რაოდენობის პროფესიონალები სჭირდება ბაზარს. ამ ყველაფრის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები მომდევნო კვირაში პარლამენტში დაჩქარებული წესით იქნება განხილული, რის დამტკიცებაც განათლების მინისტრის თქმით შესაძლებელს გახდის, რომ შემდგომი პროცესები უკვე სწრაფი და გეგმაზომიერი პროცესით წარიმართოს. ასევე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტს წარადგენს ხვალ გივი მიქანაძე, რაც სასკოლო განათლების რეფორმას გულისხმობს, რაც შემდეგ ასევე განხილვის შემდეგ მთავრობას უნდა წარადგინოს დასამტკიცებლად. მადლობა ეკა, ეს ეკა გაზდელიანი იყო, რომელმაც ქართული ოცნების უმაღლესი განათლების რეფორმაზე გაკეთებული განმარტებები გაგვაცნო. საქმის კურსი 13 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია, განახლებული ინფორმაციით 15 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე, ხოლო 17 საათსა და 40 წუთზე TV პირველზე დაგიბრუნდებით.